ბალტიის რეგიონში ნავთობი იწვის, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ პუტინმა ბოლოს და ბოლოს ბალტიის ქვეყნებთან ომი დაიწყო. არა, ეს უკრაინა, რომელმაც ახლახან კიდევ ერთხელ მიატენა დარტმა და მისი სამიზნე იყო რუსეთის მნიშვნელოვანი პორტი ბალტიის ზღვაში, რომელიც პუტინს სჭირდება, რომ ნავთობიდან ფული შემოდინება გააგრძელოს. ეს პორტი განადგურებულია და ახლა პუტინს მოუწევს იმასთან გამკლავება, რომ რუსეთმა დაკარგა რაღაც, რასაც ვეღარასდროს აღიდგეს. 23 მარტის რამეს უკრაინამ რუსეთში მეტი დრონი გაუშვა. ეს შეიძლება საინტერესო არ იყოს. უკრაინის შორმანძილზე დარტმის სტრატეგი დიდი ხანია ჩამოყალიბებულია, ამიტომ კიდევ ერთი დარტმა გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ ეს თავდასხმა განსხვავებული იყო. უკრაინის სამიზნე 23 მარტს იყო პრიმორსკი, რომელიც მდებარეობს ლენინგრადის ოლქში და სადაც განთავსებულია ტრანსნეფტის ნავთობის ტერმინალი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. პრიმორსკი აძლევს პუტინს საშუალებას არალეგალური ნავთობით ჭრილოვანი ფლოტით მსოფლიოს მყიდველებს გაუგზავნოს. და უკრაინამ ამ პორტისკენ ისეთი ძლიერი რამ ისროლა, რომ იძულებული გახდა მისი დახურვა, რაც ურვა შეიძლება რამდენიმე დღე თუ არა კვირები გაგრძელდეს. რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ ინიარაზე, რომელიც სავარაუდოდ უკრაინამ გამოიყენა ამ ბოლო თავდასხმაში. პირველ რიგში შედეგებია. უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ბოლო დარტმისას დააზიანა საწვავის საცავ ავზებს პორტში, საიდანაც რუსეთი ნავთობპროდუქტებს სხვა ქვეყნებში აგზავნიდა. აქ ორი ამბავია. რას ამბობს რუსეთი, რომ უკრაინამ გააკეთა და რას გვაჩვენებს სატელიტური ფოტოები პრიმორსკის პორტიდან. რუსეთმა დარტმის შემდეგ თავით ყუილით არ იმართვა. ასტრას ტელეგრამ არხის ცნობით, ლენინგრადის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ თქვა, რომ უკრაინის დრონებმა პრიმორსკში საწვავის შესანახავს დაარტყეს. დროზდენკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონი გაანადგურეს, მაგრამ მანაც ზიანი მიაყენა. დრონი ჩამოვარდა და დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძი იემილოვოს სოფლის ახლოს. ვიბორდის რაიონში მეხანძრეები აკრობენ მშრალ ბალახს იმ მინდოში, სადაც დრონი ჩამოვარდა. თავდასხმის მოგერიების მცდელობები გრძელდება, განაცხადა რეგიონულმა გუბერნატორმა. ხოჩახ დროზდენკო ალბათ მოახერხე და არ გამოიყენა ის აბსურდული სავაბი დრონის ნამსხვრევებზე, რომელსაც რუსები ასე ხშირად ეყრდნობიან, როცა უკრაინის დრონები მიზანს აღწევენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაეკეცი ამ საბაბს. ჩამოვარდნილი დრონი, სულ მცირე, არ არის მტკიცება. თითქოს დრონის ნამსხვრევებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია, ასე რომ ეს წინ სუა, მაგრამ ერთი საწვავის საცავი ავზი. ბატონო დროზდენკო, როგორც ჩანს დაგავიწყდათ, რომ სატელიტური ფოტოები არსებობს და ისინი ნათლად აჩვენებენ პრიმორსკში მომხდარს და მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ვიდრე თქვენ გსურთ, რომ მსოფლიო მიცოდეს. Euromiden Press-ის X-ზე გაზიარებული ფოტოებით ჩანს, რომ უკრაინამ ერთზე მეტი ავზი გაანადგურა. უკრაინის დარტმით მინიმუმ 4 ავზი დაიწვა და რადგან ცეცხლი კვლავ ძვინვარებს პრიმორსკში, შესაძლებელია კიდევ მეტი ავზის დაიწვას. სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ პრიმორსკის საწვავის ავზები ორადაა განლაგებული. ერთი ასეთი წყვილი სრულად განადგურებულია, ანუ 2 ავზი განადგურებულია. კიდევ 2 სხვა წყვილში თითო საცავი ავზი იწვის. ამ ხანძრების კვამლი აფერხებს სხვა წყვილების ხილვას ფოტოზე, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ 5 ან 6 ავზი განადგურებულია. ეს რუსეთის დიდი დანაკარგია. უკრაინის ძლიერი დარტმის გამო პორტის დახურვა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. პორტი კრიტიკულია პუტინის ჭრილოვანი ფლოტისა და ნავთობის მილიარდების მოსკოვში გადატანისთვის. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, გითხარით, რომ პრიმორსკზე დარტმა უკრაინის სხვა დარტმებისგან განსხვავდებოდა იმ იარაღის გამო, რომელიც უკრაინამ გამოიყენა. უკრაინამ პრიმორსკის მანამდეც დაარტყა. 2025 წლის სექტემბერში და 23 მარტს დრონით იმავე პორტს დაათრა, რაც შედეგიანი იყო. ეს იყო 221 დრონის შეტევის ნაწილი, რომელიც უკრაინამ რუსეთის ამდენიმე რეგიონზე განახორციელა და შედეგად პრიმორსკში ნაომის სადგომთან მდგომ გემზე და ნავთობის ექსპორტის ჰაბში მდებარე სატუმ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. თუმცა ეს შედეგები ვერ შეედრება 4 უზარმაზარი საწვავის საცავის ავზის ცეცხლში გახვევას. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ სტანდარტული გრძელ დისტანციური დრონები არ გამოიყენა თავისი ბოლო პრიმორსკის შეტევისთვის. მან გამოიყენა იარაღი, დრონ-რაკეტის ჰიბრიდი Flamingo, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა და ძლიერი დარტმები მიაყენოს. ტელეგრაფის თქმით, 23 მარტის ძლიერი აფეთქებები მიუთითებს, რომ უკრაინამ პრიმორსკზე დრონების ნაცვლად რაკეტა გამოიყენა. Flamingo ლიდერია და სწორედ ეს აკლდა უკრაინის ღრმა დარტმის სტრატეგიას ბოლო წლებში. 3000 კილომეტრის Flamingo 10-ჯერ მეტ დამანგრეულ ძალას ატარებს, ვიდრე სტანდარტული შორმანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატი. უკრაინაში შექმნილი დრონისა და რაკეტის ჰიბრიდი წარმოადგენს ალტერნატივას Storm Shadow-სა და ATACMS-ის დასალურ რაკეტებს, რომლებიც შეზღუდულია სიშორით და გამოყენებამდე უკრაინას ნებართვა სჭირდება მწარმოებლების გამრებისგან.
ფლამინგოსთვის ასეთი პრობლემები არ არსებობს. და ის ფაქტი, რომ ობიექტი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, მდებარეობს დაახლოებით 1000 კილომეტრში, ანუ დაახლოებით 621 მილში უკრაინისა და რუსეთის საზღვრიდან, გვიჩვენებს, რომ უკრაინამ უნდა გამოეყენებინა იარაღი, რომელიც აერთიანებს დიდ მანძილს და ძლიერ დამანგრეველ ძალას. ფლამინგო ლიდერია, რადგან ჩანს უკრაინამ პრიმორსკი ვარდისფრად შერება პორტის დაწვამდე. მალე აგიხსნი, რატომ აერჩია უკრაინამ პრიმორსკი ბოლო სამიზნედ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ალბათ უკვე საკმარისად იცით უკრაინის შორმანძილზე დარტყმების შესახებ რომ გამოიცნოთ. პრიმორსკი ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა, რომელიც დაარდრეს. 23 მარტსაც უკრაინის დრონების დარტყმით რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის უფრო დიდი ნაწილი დაიწვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ამის შესახებ ტელეგრამის პოსტში განაცხადა, სადაც ასევე დაადასტურა უკრაინის თავდასხმა პრიმორსკზე. დარტყმა ბაშნეუფენევდაკიმის ნავთობ ქარხანასაც მიაყენეს. ტერიტორიაზე ხანძარია. ბაშნეუფენევდაკიმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხედროების საწვავით მომარაგების მნიშვნელოვანი რგოლია, აცხადებს გენერალური შტაბი. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს უფაში, რომელიც ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ნაწილია. იგი უკრაინიდან დაახლოებით 1400 კილომეტრით, ანუ თითქმის 860 მილითაა დაშორებული. ამ დარტყმაში ფლამინგოც გამოიყენეს. თუ გამოიყენეს, გენერალური შტაბი არაფერს ამბობს და არ გაუმჟავნებია, რა იარაღი გამოიყენეს პრიმორსკზე დარტყმისას. გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ უფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 6-დან 8 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს და ამ პროდუქტებს, მათ შორის საწვავს და ზეთებს, შეიძლება რუსეთის სამხედროებმა უკრაინაში გამოიყენონ. თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს გაანადგურებ, რუსული საომარი მანქანის თხევად სიცოცხლის წყაროს გაანადგურებ. როგორც გაიგებთ, თუ ჩვენთან დარჩებით, უკრაინამ რუსეთს ბოლო დრონული იერიშებით კიდევ ერთი სიცოცხლის წყარო წაართვა. კიდევ ერთი თავდასხმაც გასაშუქებელია. ტელეგრაფის ცნობით უკრაინამ იერიში მიიტანა უსტლუგას საექსპორტო ჰაბზე, რომელიც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრიმორსკის ჰაბის მსგავსად იერიშის შემდეგ უსტლუგაში ოპერაციები შეწყდა, რადგან ცეცხლი გაუჩნდა ობიექტს, რომელიც დღეში დაახლოებით 700,000 ბარელ ნავთობს ამუშავებს. ბალტიის ზღვის პორტში ექსპორტი უკვე განახდა, იტყობინება როიტერსი 33 მარტს. პრიმორსკზე ასევე რუიტყვით, რადგან უკრაინამ ძლიერი დარტყმა მიაყენა როგორც რუსეთის ბალტიის ზღვის ყოფნას, ისე ჩრდილოვან ფლოტს. ეს იყო მთავარი ფაქტორი კრემლის ხაზინის ბინძური, ნავთობით შეღებილი ფულით შევსებებაში. რადგან პუტინი უკრაინაში შეჭრას უკვე მეხუთე წელში კიდევ უფრო ღრმად აგრძელებს. რაც უკრაინამ ახლახან მოახერხა, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თუმცა შესაძლოა დაუფასებელი სისუსტის წარმოჩენა მთელი რუსეთის საომარი მანქანის სისტემაში. პუტინისთვის ბალტიის რეგიონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღიარებს. აი რატო? სანამ ამას გავაკეთებთ, გახსოვდეთ, რომ უყურებთ სამხედრო შოუს. აქედან კიდევ ბევრია, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ თქვენთვის საინტერესოა, მარჩან. პირველ რიგში, რატო არის პრიმორსკი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის ბალტიის ზღვაში ყოფნისთვის და იმ ფულისთვის, რომელიც კრემლის ხაზინაში მიედინება. ევრომაიდან პრესის მიხედვით, პრიმორსკი ბალტიის ზღვაში რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთავარი პუნქტია, რადგან წელიწადში 60 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. ამერიკის დამოუკიდებელი ნავთობის ასოციაციის მიხედვით, ციის მიხედვით 1 ტონა რუსეთის ნავთობი 6,99 ბარელია. 60 მილიონს რო გაამრავლებთ, გამოვა 419,4 მილიონი ბარელი ნავთობი, რომელიც წელიწადში გადის პრიმორსკიდან. ეს რიცხვი მოგვიანებით დაგჭირდება, მაგრამ ახლა საკმარისია ვიცოდეთ, რომ უკრაინამ ახლახან გამორთო პორტი, რომელიც მილიარდებს შემოაქვს პუტინის საომარ ხაზინაში. შესაძლოა რამდენიმე დღით ან კვირით. და ის ფაქტი, რომ უკრაინამ ნავთობის საცავ დაარტყა, ასევე ჭკვიანური იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნავთობი იწვის მაშინ, როცა პრიმორსკი დახურულია, რაც რუსეთს კიდევ უფრო მეტ ფულს აკარვინებს. პრიმორსკი მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო სისტემისთვის, რადგან უზრუნველყოფს საწვავის შენახვას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას უკრაინაში პუტინის ჯარისკაცებისთვის. მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პრიმორსკი მთავარი კვანძია იმ ჩრდილოვანი გემების ფლოტისთვის, რომელიც პუტინმა შექმნა, რათა რუსეთს გვერდი აუაროს იმ სანქციებს, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებმა დააწესეს რუსეთის ნავთობზე პუტინის შეჭრის შემდეგ. ეს ფლოტი ძალიან დიდია, მაგრამ მისი საიდუმლო ბუნება ართულებს ზუსტი ინფორმაციის მიღებას ზომაზე, ინვესტიციაზე და რუსეთისთვის შემოსავალზე. Sky News-ის მიხედვით, ჩრდილოვან ფლოტში 803 გემია, რომელთაგან ბევრი მოძველებული ნავთობის ტანკერია, რომლებიც წლების წინ უნდა გაეყვანათ წყლიდან, მაგრამ ისინი კვლავაც ტივტივებენ. მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილი და ცუდად მოვლილია, რათა რუსეთმა შეძლოს ნავთობის გაყიდვის გაგრძელება. Ukrainian Shipping Magazine-მა 2025 წლის შუაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩრდილოვან ფლოტზე 14 მილიარდი დოლარი დახარჯა. თუმცა ეს თანხა ახლა სავარაუდოდ კიდევ გაიზარდა, რადგან გემების შეძენა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ამ ინვესტიციის დაბრუნებას, Geopolitical Monitor-ი უწლება, რომ რუსეთმა მხოლოდ 2024 წელს თავისი ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით დაახლოებით 9,4 მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი მიიღო. თუ ჩრდილოვანმა ფლოტმა სხვა წლებშიც ასე გამოიმუშავა, მან კრემლის ინვესტიცია რამდენჯერმე დააბრუნა.
იგივე წყარო ამბობს, ჩრდილოვანი ფლოტი რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის 89%-ს და საზღვაო გზით გატიდული ნავთობის 70%-ს წარმოადგენს. ჩრდილოვანი ფლოტი ახლა როგორც ჩანს, უფრო დიდია ვიდრე რუსეთის ოფიციალური ნავთობის ტანკერების ფლოტი, ხოლო პრიმორსკი ამ მთელი საეჭვო ოპერაციის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად ითვლება. ყოველ დღე, როცა ჩრდილოვანი ფლოტი ვერ ასრულებს პუტინის დავალებას, მისთვის დიდი დარტყმაა. რიო ვარას თქმით, ეკონომიკის ექსპერტი ხსნის პრიმორსკისა და უსტლუგას მნიშვნელობას რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის. მისი თქმით, რუსეთის ნავთობის 60%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორი პორტიდან გადის ექსპორტზე, ხოლო პრიმორსკში ტანკერების დევადობა დაახლოებით 120,000 ტონა. ამ ზომის ტანკერი თითო რეისზე 50-დან 60 მილიონი დოლარის ნავთობს ეზიდება. ამიტომ ბალტიის რეგიონში დაყოვნება ნიშნავს, რომ ნავთობიდან მიღებული ფული რუსეთში უფრო გვიან ჩადის და კრემლი მას უფრო გვიან ბეგრავს. ეს თითო გემზეა. პრიმორსკის დახურვის გამო შეიძლება ათეულობით დაგვიანება იყოს. ეს მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთზე, რადგან პუტინი ცდილობს გაზაფხულის შეტეხულის შეტევა განახორციელოს, რომელიც უკრაინაში იმდენად კატასტროფულად დაიწყო, რომ უკვე რუსეთზეც აისახა. 2026 წელს რუსეთმა ერთ დღეში უმსხვილესი დანაკარგი მიიღო. რაც ნაკლები ფული შემოდის, მით ნაკლები იხარჯება შეტევაზე და მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეს საკმაოდ მარტივი ლოგიკაა და ამას გარდა არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინის პრიმორსკის დარტყმამ პრობლემები შეუქმნას იმ სხვა, კიდევ უფრო ბნელ საქმეებს, რაშიც ეგრეთ წოდებული ჩრდილის ფლოტს ბალტიის ზღვაში ადანაშაულებენ. ჩრდილის ფლოტის გემების რაოდენობის ზრდასთან ერთად ასევე გაიზარდა ცეცხლისა და ზიანის ცნობები ბალტიის ზღვის ქვეშ არსებულ წყალქვეშა საკომუნიკაციო და ენერგოინფრასტრუქტურაზე. რუსეთის ჩრდილის ფლოტი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნავთობიდან მიღებული ფულის ნაკადს რუსეთში ინარჩუნებს, არამედ იმ პირდაპირი გავლენის გამოც, რაც მას აქვს იმ ქვეყნების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ბალტიის ზღვის წყლებს იზიარებენ და რომელთაგან ბევრია ნატოს წევრი. ეს ყველაფერი მაშინაც კი თუ არ ვამბობთ, რომ რუსეთის მოძველებული ტანკერების გამოყენებას ნავთობის გადასაზიდად შეიძლება კატასტროფული ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს. ერთ-ერთ 120,000 ტონიან ტანკერს თუ გაჟონვა დაემართება, ბალტიის ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფა იქნება. უკრაინის მიერ პრიმორსკზე თავდასხმა შეიძლება იყოს გზა, რომ ქვეყანამ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალტიის ზღვის პორტი ძალიან სახიფათოდ აქციოს მისთვის. პუტინმა იცის, უკრაინას პრიმორსკზე დარტყმა შეუძლია. უკრაინას შეუძლია პრიმორსკზე იარაღით დაარტყას, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თუ ეს დარტყმები გაგრძელდება, რუსეთი რისკავს და გააგრძელებს პრიმორსკის ნავთობის საექსპორტო ცენტრად გამოყენებას. შეიძლება გააგრძელოს, რაც მეტ ნავთობის დაწვას ნიშნავს. თუ რუსეთი გამოვა, დაკარგავს ბალტიის ზღვაში ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით შექმნილ უსაფრთხოების საფრთხეს, რაც პუტინის ამბიციებსაც დააზიანებს. ბალტიის ზღვა პუტინისთვის ძალაუფლების გამოვლენის სივრცე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ის რუსეთის სერიოზულ სისუსტედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბალტიის რეგიონში, მათ შორის ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ჰიბრიდული თავდასხმებით ქაოსს იწვევს, ასეთ ქმედებებს ყოველთვის აქვს თავისი მეთვისი მეთოდი. კრემლს ბალტიის რეგიონში კონტროლირებადი ქაოსი სურს, რათა თავისი ძალაუფლება გამოავლინოს. როდესაც უკრაინა მიდის და აკეთებს ისეთ რამეს, როგორიცაა ძლიერი რაკეტებისა და დრონების, ან რაკეტა-დრონის ჰიბრიდების გაშვება რუსეთის ბალტიის ზღვის ერთ-ერთ მთავარ პორტზე, კონტროლი ქრება და მხოლოდ ქაოსი რჩება. პუტინს ამის ფუფუნება არ აქვს. რუსეთის სამხედრო პოზიციონირება ბალტიის ზღვაში ზღვრამდეა შესაძლებელი, სანამ ნატოს პასუხი იქნება და ეს ზღვარი კარგად იყო დაცული. ასე შეძლო ჩრდილოვანმა ფლოტმა ამ წყლებში აქტიურობის შენარჩუნება. ეხლა კი, როგორც ეს ხშირად გაუკეთებია რუსეთთან ომში, უკრაინა ცდილობს პუტინი აიძულოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც მას არ სურს. ბალტიის ზღვაში რუსული აქტივები სამიზნე ხდება, რაც რუსეთის ამ წყლის გზაზე დამოკიდებულებას აჩვენებს. ეს არის სისუსტე და ისევ ყველაფერი საბოლოოდ ნაღდ ფულზე დადის. რუსეთი ჩრდილოვანი ფლოტის ჩათვლით წელიწადში ექსპორტიდან ბალტიის ზღვით დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. უკრაინა ვორლდის 2025 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით ყოველ თვე ბალტიის ზღვით 100 ტანკერი რუსულ ნავთობს პუტინის მხედველებთან მიაქვს. ბალტიის ზღვა რუსეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იქიდან მიღებული ექსპორტის შემოსავალი დასავლეთის სამხედრო დახმარებას უტოლდება უკრაინისთვის. ეს თანხა მთლიანად კრემლს არ მიეწოდება, მაგრამ რუსეთი გადასახადს აკისრებს და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს იღებს, რაც უკრაინის ომის დაფინანსებას შეიძლება მოხმარდეს. ადრე ვთქვით, რომ პრიმორსკის ნავთობის ტერმინალის სიმძლავრის მიხედვით კიდევ გამოთვლებს ჩავატარებდით. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარდლები წარმოადგენს ეს პორტი რუსეთისთვის, როდესაც ის ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ, ნავთობის ბარელის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ხშირად 100 დოლარსაც კი აჭარბებს თითო ბარელზე. ეს პუტინისთვის კარგია. რუსეთი იაფათყიდის ნავთობს, ამიტომ მაღალი ფასი მეტ შემოსავალს ნიშნავს, მიუხედავად ფასდაკლებისა.
Euronews-ის მიხედვით, რუსეთი 2025 წლის დეკემბერშიც კი თითო ბარელ ნავთობზე დაახლოებით $25 ფასდაკლებას სთავაზობდა. თუ ვივარაუდებთ, რომ იგივე ფასდაკლება მოქმედებს ახლა, როცა ნავთობის ფასი $100 უახლოვდება თითო ბარელზე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობის ფასი დაახლოებით $65 თითო ბარელზე. Euromaidan პრესი აღნიშნავს, რომ პრიმორსკი წელიწადში 60 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს, ანუ 419.4 მილიონ ბარელს. თუ ახლახან ნახსენებ ფასდაგლებას და იმას ვიგულისხმებთ, რომ ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად არ დაიკლებს, ASHS-ის ოპერაცია ეპიკური რისხვის გაგრძელების შემთხვევაში წელს მხოლოდ პრიმორსკი რუსეთის ეკონომიკაში 31.4 მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანს. ამ მდგომარეობის დატოვება დაუშვებელია. უკრაინა ამას კარგად იცის და სწორედ ამიტომ დაარტყა პრიმორსკს. ეს სპორტი პუტინისთვის შეუცვლელია, როგორც ბალტიის ზღვის ძალაუფლების დემონსტრირების, ისე შეჭრისთვის გამომუშავებული დიდი თანხის გამო. უკრაინისთვის ამ პორტის განადგურება ახლა ნიშნავს, რომ პუტინს მომავალში ნაკლები ფული ექნება. ეს გვახსენებს, რომ უკრაინის ომი მძაფრად გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყურადღება ირანში ASHS-ის ქმედებებზეა გადატანი. სავარაუდოდ, ფლამინგოს ტიპის რაკეტა დრონების შეტევისას პრიმორსკზე უკრაინა რჩება საერთაშორისო დრის წესრიგში. ამასობაში პუტინი უყურებს, როგორ აღთმევენ რუსეთს იმას, რასაც ვეღარ ჩაანაცვლებს. პრიმორსკი ერთადერთი შეუცვლელი რამ არ არის, რაც პუტინმა ბოლო დღეებში დაკარგა. პრიმორსკზე დარტმამდე უკრაინის დრონებმა სამიზნედ აიღეს მნიშვნელოვანი ბაზა, რომელსაც რუსეთის ელიტური უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტები რუბიკონის ჯგუფი იყენებდნენ. ის ბაზა ახლა აღარ არსებობს. რუბიკონი განადგურებულია და რუსეთის დრონების ომი მოშლილია. შეიტყვეთ, როგორ მოხდა ეს ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინის ყველა ახალი და გამანადგურებელი დარტყმა. მადლობა ყურებისთვის.